კიდევ ერთხელ მოგესალმებით, სიამოვნებით წარმოგიდგენთ დღევანდელი გადაცემის ბოლო სტუმრებს, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე ბატონი ვირიან ხოსიტაშვილი და კომპანია კამარას მარკეტინგის დეპარტამენტის წარმომადგენელი თეკლა მაჭავარი არიან ჩვენი სტუმრები და თემაზე დეტალებზე რამდენიმე წუთში ვისაუბრებთ. ახლა ვნახოთ სიუჟეტი, რომელიც ცოტა თემასთან ახლოს. შეიძლება პირდაპირ მნიშვნელობაში არა, მაგრამ ბიბლიოთეკასთან არის ახლოს. საპატრიარქოს ბიბლიოთეკა წიგნის სავანემ ერთ-ერთ მნიშვნელოვან კონკურსში გაიმარჯვა და ამასთან დაკავშირებით ქეთევაშეკიძე მომწედა სიუჟეტი და შემდგომ უკვე როგორც ახლა აღნიშნა თემატურად განვაგრძელთ საუბარს ჩვენ სტუმრებთან. და მე თქვენ ბიბლიოთეკაზე გადმოვიდეთ. 11 მაისს თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციამ ჩაატარა საპრეზენტაციო კონკურსი ინოვაციური სერვისები ჩემს ბიბლიოთეკაში. საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციამ ჩაატარა საპრეზენტაციო კონკურსი ინოვაციური სერვისები ჩემს ბიბლიოთეკაში, რომელშიც საპატრიარქოს ბიბლიოთეკამ წიგნის სავანე მიიღო მონაწილეობა და წარადგინა თავისი პრეზენტაცია, რის საფუძველზეც გავიმარჯვეთ და პირველი ადგილი დავიკავეთ. მადლობას ვუხდი საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციას, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას და კულტურის სამინისტროს. კონკურსში მონაწილეობდა 6 ბიბლიოთეკა, მათ შორის აზერბაიჯანული ახუნდო ჰაუსი, რომელმაც დიდი ინტერესი გამოთქვა საპატრიარქოს ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობაზე და საჩუქრად მას წიგნები გადასცა. გამარჯვებულ ბიბლიოთეკას წიგნის სავანეს საჩუქრად გადაეცა სხვადასხვა სახის ლიტერატურა და ასევე ელექტრონული წიგნი Kindle. ახლა გამოგძებთ საუბარს სტუმრებთან. ბატონო მირიამ, მოკლედ თავში დავანონსეთ ჩვენ წარგებგინეთ, როცა გადაცემას ვიწყებდით და კომპანია კამერას თანადგომით ლაბორატორია აღიჭირვა ახლებურად თანამედროვე და მოდით მაყურებელს მოუყვეთ, გავაცნოთ თუ რაზეა საუბარი, რა აღჭურვილობას და რისთვის მოხდა ეს თანადგომა და ეს აღჭურვილობა. პირველ რიგში კიდევ ერთხელ ულოცავ საპატრიარქოს ბიბლიოთეკას წარმატებას, გამარჯვებას და ეროვნული ბიბლიოთეკა ბუნებრივია იყო ერთ-ერთი საჩუქრის ავტორი და რაც შეეხება ჩვენს ლაბორატორიას ძალიან კარგი მაგალითია კერძო სექტორისა და საჯარო სექტორის თანამშრომლობის და სწორედ კომპანია კამარამ ეროვნული ბიბლიოთეკის რესტავრაციისა და კონსერვაციის ლაბორატორია საჩუქრად გადასცა ქვის მაგიდების სპეციალიზირებული, რომელიც აქამდე არ არსებობდა, რაც საშუალებას გვაძლევს ჩვენ იმისთვის, რომ ჩვენი რარიტეტული წიგნების განძირას ჩვენს ქვეყანას გააჩნია, უფრო როდესაც რესტავრაცია ტარდება, ტყავის დამუშავებისთვის, ფურცლოვანი დამუშავებისთვის, ამის საშუალებას გვაძლევს და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ ამ ხარდაჭერისთვის. აღდგენა კონსერვაცია იქნება შესაძლებელი, ხო? რა თქმა უნდა. ეს არის სპეციალიზირებული, რაც სწორედ რომ აღდგენაში დაგვეხმარება იმ წიგნების, რაც ჩვენი განძია ჩვენი ქვეყნისთვის. თუმცა კომპანიის ამბავს ვკითხოთ, თეკლა როგორ მოხდა დავუშვით ეს მოგმართად ბიბლიოთეკამ თქვენ დაინტერესდით, რანაირად მოხდა თქვენი დაკავშირება და ბავშვებს ჩვენი საქმის გაკეთება თქვენ ხომ ნამდვილად. პირველ რიგში მოგესალმებით. ჩვენ ვიცოდით, რომ საჭიროება არსებობდა აი მაგიდების, რადგან ტყავის დამუშავება ყველა მაგიდაზე არის შესაძლებელი და ქვაც სწორედ ისე შეირჩა, რომ ყველაზე გამძლექვა, რომელიც არ დაისერება და ასე შემდეგ. და დაუკავშირდით ჩვენს და ძალიან მალე გადაწყდა ის, რომ გვეთანამშრომლო, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან გვინდა ეს მნიშვნელოვანი საქმეში ჩართულები ვიყოთ და ძალიან კარგია, როცა მეგობრდება მართლაც რომ კერძო სექტორი და სამთავრობო და ზოგადად საზოგადო და ამიტომ გვინდა რომ მომავალშიც გავაგრძელოთ, ეს არ იქნება ერთადერთი პროექტი და კიდევ ვაპირებთ სხვადასხვა პროექტების ერთ-ერთ. გარდა ამ პროექტებისა კიდევ თქვენ კომპანია სხვა კეთილ საქმესაც ემსახურება, ხომ? ანუ აი უშუალოდ რას წარმოადგენს თქვენი კომპანია და რა პროექტები გაქვთ განხორციელებული, ამასაც გითხრათ. ჩვენი კომპანია არის ბუნებრივი ქვების წარმოებელი კომპანია, ვამუშავებთ და შემდეგ ვაპირკეთებთ სხვადასხვა ობიექტებს. მათ შორის ასევე რა თქმა უნდა სხვადასხვა ტაძრების მშენებლობაში გვაქვს მიღებული მონაწილეობა, ვაკეთებთ მოზაიკებს, რაც ერთადერთია ჯერჯერობით საქართველოში არის ტექნიკა, თან ხელით კეთდება მოზაიკები და ამავე დროს ნელ-ნელა ვიწყებთ, რომ რაღაც ცნობადობა ავწიოთ და გვაქვს ესეთი კამპანია, რომლის სლოგანია „ქვაინახავს ისტორიას“.
ქვას მართლაც აქვს განსაკუთრებული ძალა რომ შეინახოს რომ მეხსიერება და ამის გარშემო ვაკეთებთ ესეთ კამპანიას რომ სხვადასხვა ისტორიულ ძეგლებზე ჩვენ გავაკრავთ ჩვენს პოსტერებს ეხლა მიდის ამის დაგეგმა და ამ პოსტერებზე იქნება ყველა იმ შენობის ისტორია რომელიც ჩვენ მოვიძიეთ ეს იქნება რაღაც ორმაგად თან საინტერესო საზოგადოებისთვის და თან ჩვენთვისაც ძალიან რამდენი ხანია არსებობს თქვენი კომპანია საკმაოდ დიდი ხანია, მაგრამ 2003 წლიდან უკვე რაღაც დიდად ჩაერგო. ეროვნული ბიბლიოთეკის ლოგოც დამზადდა ხომ სწორედ ამ კომპანიის დახმარებით. ძალიან ორიგინალურია და ძალიან ლამაზია. როდესაც მომზადებით ეროვნულ ბიბლიოთეკაში ადმინისტრაციულ კორპუსთან, ნახავთ ჩვენს გაკრულ ლოგოს და კომპანია კამარამ ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად გამოაჩინა ჩვენი ლოგოს დანიშნულება და მარმარილოს ქვაზე არის დამუშავებული გაშლილი წიგნი ყველა მიწის საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ლოგო და ასე რომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა სწორედ ამ შედევრისათვის. გარდა იმისა, რომ თქვათ აღიჭურვა ეს ლაბორატორია შესაბამისად თანამშრომლებიც უნდა იყვნენ მომზადებული და შემზადებული ამისათვის ხომ რომ სწორად მოხდეს მუშაობა. მე რო დამსვეხლა იმაგიდაზე ვერაფერს ვერ ვიცი. კი, რა თქმა უნდა, ჩვენი თანამშრომლები მუდმივად გადიან ტრეინინგებს სხვადასხვა ქვეყანაში, ჩვენ ამისთვის რა თქმა უნდა ხელს უწყობთ მათ, რომ კვალიფიკაცია აიმაღლონ, სწორედ რომ შემიძლია თქვა, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის რესტავრაცია კონსერვაციის ლაბორატორიის თანამშრომლები ყველა არის გამოცდილი და სწორედ რომ პირიქით ჩვენთან მოდიან სხვადასხვა სამსახურებიდან და აქ გადიან ჩვენთან კვალიფიკაციას, რომ სწორად დამუშავდეს წიგნი, სწორად დამუშავდეს ფურცელი და მით უმეტეს რარიტეტული გამოცემები. რამე კითხულობთ, საუბარი დავშვით იმ წიგნებზე, რომელიც ასრულებს ეროვნულ ბიბლიოთეკაში თუ შეიძლება სხვა ბიბლიოთეკამ მოგმართოთ და თქვენ დავშვით დახმარება გავუწიოთ. ძალიან ბევრი პრეცედენტი არის იმისი, რომ სხვადასხვა ორგანიზაციები მოგმართავენ და სწორედ რომ ჩვენი თანამშრომლები ეხმარებიან იმისთვის, რომ თქვათ მოხდეს აღდგენა, დამუშავება წიგნის სხვადასხვა გამოცემების. ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვცადავთ, არ არის მხოლოდ საუბარი ჩვენს ეგო თქვენ მე კითხოთ, აი ლოგო ახსენეთ, გოშტამზადებული და ძალიან ისეთი მოწონება დაიმსახურა. ეს ამ ხრივ თუ აპირებთ რაღაც ამ ტრადიციაში შეიძლება თქვენ თანერგოს, იმიტომ რომ მე ძალიან მომწონე ახლა რომ წარმოვიდგინე რომ ქვის ლოგო გაცილებით საინტერესო იქნებოდა ხო ორგანიზაციებზე იქნება სხვა კომპანიებზე, თან უფრო გამძლე იქნება, უფრო ეფექტური იქნება, რომ კაი შესაძლებლობებით იქნებოდა. თუ ყოფილად რაც პრეცედენტი თუ ეს პირველი იყო და დავუშვათ რაღაცა ინოვაცია თქვენ მხრიდან თუ არის სხვა ფაქტებიც ამის? არა, პრეცედენტი ყოფილა, როცა დამკვეთი მოდის და გთხოვს რომ დავამზადოთ ლოგოს, რომელიღაც უნივერსიტეტშიც დამზადდა. მაგრამ ანუ ეს იყო ჩვენ გსურდა რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და დაგომზადებინა რა თქმა უნდა ჩვენ არა გვაქვს ესე შეზღუდული რომ რაღაცა თქვათ მარტო მოპირკეთებას ვაკეთებ ჩვენ შეგვიძლია ეს ლოგოებით დავამზადოთ თუ იქნება ინტერესი რაც მართლა დანიშნულოვანია იმიტომ რომ სამუდამოდ რჩება თან ის ტექნოლოგიურად იმის შესაძლებლობები აქვს ჩვენს კომპანიას რომ დამკვეთმა რაღაც რომ მოითხოვოს შეგვიძლია რომ გავუკეთოთ როგორი ლოგო უნდა ამოუჭრა ქვის და ასე შემდეგ. პარტნიორთან დაკავშირებით მოპირკეთება ნებისმიერ ტექნიკურად ყველანაირად შესაძლებელი იქნება რომ დამუშავდეს ეს სხვა გასაგებია. და რაც შეეხება ისე და ისე ბიბლიოთეკას, ანუ რამდენად არის ზოგადად მომსვლელი ასე თქვა და დაინტერესებული პირი, რამდენად ხშირად გეწევათ ხოლმე სტუმარი ასე. მოგეთ მარიოთ რო თქვა ის კითხულობენ თუ არ კითხულობენ? ის კითხულობენ ძალიან აქტიურად. შემიძლია თავამოდ თქვა რომ ჩვენ კითხულთა რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს, ძალიან აქტიურად არიან ჩართულები და სასიხარულოა რომ ახალგაზრდები ხშირად სტუმრობენ ჩვენ და ყველა ჩვენი სამკითხველო დარბაზი არის გადატვირთული. და ბუნებრივია ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად რომ ხელი შევუწყოთ კითხველებს და კარგი გარემო შევუქმნათ იმისათვის რომ მათ შეძლონ საკუთარი ინტერესის დაკმაყოფილება ასე ვთქვათ. გარდა ამისა ჩვენ გავხსენით ღვინის ბიბლიოთეკა. ასეთი რამ ღვინის ვაზისა და ღვინის ბიბლიოთეკა ასეთი რამ საქართველოში არსებობს, ანუ ჩვენ გვაქვს სპეციალიზირებული სამკითხველო დარბაზი, სადაც დაინტერესებული ადამიანები მოვლენ და წაიკითხავენ ღვინის შესახებ. არა მარტო ქართული ღვინის შესახებ, არამედ ზოგადად ღვინის შესახებ. და უცხოური ლიტერატურა შევიძინეთ, რომ არსებობდა ლიტერატურა თუ სპეციალური არსებობდა ლიტერატურის ნაწილი, მაგრამ ნაწილი შევიძინეთ, უცხოური გამოცემები, ჩვენ თანამშრომლობთ რამოდენიმე ფრანგულ ღვინის კომპანიასთან, მათ შორის, საიდანაც ჩვენ ელექტრონულად გვეძლევა გამოცემული ჟურნალები, ასე რომ
საქართველოს ღვინის ქვეყანაა და ასე რომ ჩვენ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში რა პოპულარიზაცია ხდება, მადლობა ღმერთს გამოსწორება ხდება სპეციალიზებულ ღვინოზე, რა მე მგონი საუბარიც აღარ არის, რა დანაშაული უნდა იყოს ჩემი აზრით და უნდა ისჯებოდეს ეს და ბევრი დაინტერესებულია რომ მიღვინეები გახდნენ აწარმოღვინო და თან დაეხმარებათ. სხვათა შორის სასიხარულოა რომ ბევრი უცხოელი სტუმარი ყავს ღვინის ბიბლიოთეკაში ჩამოდიან და ის სპეციალურად ქართული ღვინის შესახებ ლიტერატურას ითხოვენ და ჩვენ ბუნებრივია თავაზობთ მათ ჩვენ გამოცემებს. ასე ძალიან მაინტერესებს რამდენად არიან ჩართულები იგივე სკოლები, უმაღლესი სასწავლებლები თუ არის ეს საბუნტო მომსახურება ასე ვთქვათ და თუ რა თქმა უნდა ყველა ბევრ უმაღლეს სასწავლებელთან გვაქვს თანამშრომლობა და ჩვენთან ჩართულები არიან ჩვენგან ლიტერატურა მიაქვს და გარდა ამისა ერთი აქციის შესახებ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენს ეთერში თქვა განსაკუთრებით არაქართულ სოფლებში არაქართულ ანუ ეთნიკურად არაქართულ სკოლებში ჩაგვაქვს ლიტერატურა და ხსნით ეროვნული ბიბლიოთეკის კუთხეებს ასე რომ აქტიური თანამშრომლობა გვაქვს ზოგადად ყველა სექტორთან. ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისათვის, წარმატებას გისურვებთ. დიდი მადლობა კამარას, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს რაღაცა უფრო საზოგადო საქმე ნამდვილად ეს რაღაც კერძო მეგობრული ურთიერთობა, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა. გისურვებთ წარმატებას თქვენ საქმიანობაში და ნებისმიერ მსგავს საკითხზე, ნებისმიერ მსგავს თანამშრომლობასთან, ბიბლიოთეკასთან იქნება თუ სხვასთან, როცა ეს კარგ საქმეს გააკეთებთ. ჩვენი ერთ-ერთი ჩვენი გადაცემა ღია მოგზაურობთ, ვისაუბროთ დაბუხარდნენ მხოლოდ. დიდი მადლობა წარმატებას გისურვებთ და ყველას უსურვებ რომ იკითხეთ წიგნი. თუმცა ეხლა ეს წიგნები რომელთაც ჭირდებოდა აღდგენა, რესტავრაცია და დაკონსერვა კამარას საშუალებით ბიბლიოთეკაში მოხდება. ორმესი მადლობა შეგახსენებთ ჩვენთან სტუმრად ბრძანდებოდნენ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე ბატონი მირიან ხუსიტაშვილი და კომპანია კამარას მარკეტინგის დეპარტამენტის წარმომადგენელი თეკლა მაჭავარიანი. ჩვენ საქმედან მშვიდობთ ჩვენს მაყურებელს და მადლობა გვინდა გადაგეხადოთ რომ საათნახევარი ჩვენთან ერთად